გადავწყვიტე წავსულიყავი ოფროუდზე პირველად და გავეხვიე უამრავ შარში საუკეთესო შტურმანთან და პილოტთან ერთად. საგარეჯოს ერთ-ერთ რაიონში მივდივართ, იქნება ერთი დიდი გორაობა ტალახში. ხო და გავჩერდით საწოლს შევავსებთ. და მივდივართ ამ ულამაზესი არსებით. ეს ადამიანი, რომელიც ახლა ძალიან სუფთაა, დღეს ასწავლად გასრული გაიჩნდება. ესეც პილოტი. ნახოთ ერთი რა შესაძლებლობები გვაქვს. მე თქვენზე მსმენია, ბევრი ძალიან, მაგრამ გაგებულს ანახი ჯობია, ხო იცი და. რასაც ხვერტიინებს ყველაფერი ისე იქნება. სანამ საწვავი ივსება, წავალთ ახლა და კალზე მივირთმევთ ჰოთ-დოგებს, ცოტა ყავასაც ჩავისხავთ ჩვენ ჟანგიან ღვიძლში ჩადის პირდაპირ თუ სად მიდის? დღეს დოქტორი არ გვყავს მეგობრებო ვიდეოში და დაგვეტყო კითხვას. ვეღარ ვსვავთ ესეთ რაღაცეებზე. მოკითხვა შემდეგი ვიდეოდან შემოგვიერთდება ისევ დოქტორიც და ლუკაც. სხვადასხვა არასდროს არ ვარ ნამყოფი ოფროუდის შეჯიბრზე. დიდი მანქანები მიზიდავს, ბუნება, დედა ბუნება და ესე მომეცა საშუალება პილოტი გახლავთ ჩემი უახლოესი ნათესავი და დავინტერესდი რა თქმა უნდა რა. ხო და ცოტა გადავუხვევთ კონტენტისგან, იმ კონტენტისგან რის შექმნასაც ჩვენ ვაპირებთ, მაგრამ არც ისე ძალიან რა. 3 წლიდან შოპრადაზის რა შემოგთავაზებს და სხვათა შორის იქ უბრალოდ გართობის დატვირთვა არ აქვს და როგორც ვიცი, გამარჯვების საშუალებაც გვეძლება, ხო, როგორც ასეთი შეჯიბრი და მთელი ამბავი. ნახოთ, ბევრი მაგარი მანქანა იქნება, ბევრი მაგარი პილოტი და ნახოთ. თავარია მონაწილეობა, მშვიდობით დავამთავროთ დღე. დღე კარგად დაიწყო და ნახოთ როგორ დასრულდება. ამან უეჭველი აქაა აწყო თორე ამით ვერავითი. ხო არის კატეგორიებად დაყოფილი და ჩვენ ვარ სტანდარტში, ეს არის სტანდარტის სტანდარტი და აქ ყოფილა მიჭირავს. გაუმარჯოს, როგორ ახართ? ადგილზე ვართ. ხალხის რაღაც რაოდენობა აქ ხარეს არის შეკრებილი. სტანდარტული მანქანების სტარტის წერტილი ქვია, როგორც გავიგე. საინტერესოა ძალიან. გაუმარჯოს ბიჭებო, გაუმარჯოს. ეხლა იწყებს პირველი მანქანა გასვლას. რაღაცის ვალაგებთ ისე რომ ეხლა გზაში რომ ცოტა ჩქარავივლით რომ რაღაცები გზაში არ დავაზიანოთ რა, დავლაგდებით რა. ბიჭო, ამას ფეხი გაესვარა, ეს ვეღარ წამოვაც. ეს ვინ არის ბიჭო, წადი დავალაგოთ მანქანა, შეიძლება 5 წუთში დაგვიზახონ გავიგეთ. აპლიკაციას მასამძალებელი. მივედი ჩავწერე. ახლა 10 კილომეტრია ტრეკი, რომელიც უნდა ვიაროთ. და ბევრი გასართობი ადგილია, როგორც ბიჭები ამბობენ, დაგჭირდება ლებიოტკა და ბევრი გართობა იქნება გზაში. მაგას მიაქციეთ ყურადღება ამ სიჩქარეში. წები თუ არ ჩანს, თითები თუ არ ჩანს დადებული, ჩათვალე რომ ჩათვლია. ასე რომ მაგას მიაქციეთ ყურადღება. წესებს გავიცანით ახლა. სიმართლე რომ გითხრათ ერთი სული მოქროდის მოვა ჩვენი დრო. მაგრამ მაინტერესებს შიგნიდან
მანქანიდან დაანახული ეს გზა და ეს სიტუაცია რა. ხა ემზადება მეორე მანქანა გასასვლელად. ხლა ვფიქრობდი მეთქი ბარემ სადმე. ხეების გახო ავაშინო კარალ მეთქი და აქაც უარ დავრჩე მეთქი მაგრამ. მარტივია რა. ჩვენ უკვე ესეთი ოპერაციები გვაქვს ჩატარებული რომ საგარეჯოს დღე ჩვენთვის მარტივია. ამიტომ დღეს холод офроუდს დავჯერდით და ერთი კვირა მოვიცადოთ სამეგრელოში მაგარი ძელს შემოგთავაზეთ. თაულის მანქანა ხო? მაქსიმალურად რთულ და უცხო ადგილს მოვძებნით დასარჩენად. ერთი რამე რა რაც ძალიან მომეწონა არის ის რომ საკობრივი ზღვარი აქ არის ძალიან განსხვავებული რა. არიან ახალგაზრდებიც, არიან ხანში შესულლებიც. ყველა საკის ადამიანს შეხვდები რა და დაინტერესება არის ძალიან დიდი. ერთ-ერთი ისეთი სასიამოვნო აქტივობაა. გამოდის ხალხი, იკრიბება, ურთიერთობაა პირველ რიგში. მე შეჯიბრის სახე ეცემა და ბოლოს ყველა კმაყოფილია რა. ტურნირის შემდეგ, როგორც ვიცი, ყველა ეს ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო, ვინც არ მიიღო, შეიკრიბებიან ერთ წერტილში და ერთ ლამაზ საღამოს გაატარებენ ერთად. ამის მონაწილე მეც ვიქნები. დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი ემოციებით დატვირთული დღე გამოგვიყვება. იმით ვიტოვებ, რომ რაღაც არასტანდარტული მოხდება დღეს. მოვიდა პაჯერო. ეს იმედია ამოუტრიალდებით, ოღონდ მშვიდობით. ბეკა ხარშილაძე, ხო ისე? კი. ეხა ეს ვარსკვლავებთან უნდა გადავიღოთ სურათები, ხო ზონა? კი. ახალია მე რა თქვენ ხო? ეხა რა უნდა გითხრა? ეხა მაპი გვიჩვენებს რაღაცა ესე გასაშლელს რა. ეს რა არის? ქვევით ესე ჩავალთ აუტრიალდებით და უკან ამოვალთ? ნახეთ თქვენ. შემოატრიალეთ, შემოწმაო, აი რას გვიჩვენებს სტანდარტის. ავშალეთ პროგრამები თავიდან, ისევე თავიდან. ეს ხო სტანდარტის არის? კი. ხო, ეგ უნდა აიღოთ. ხო და უყურე. ნახე მე აი ფინიში აქაა რა. კი ბატონო. და მეორებზე საქით გიჩვენებს კიდე რა უნდა მე ჩამოვიდე. უნდა აიღო და მიბრუნო უკან. ჩამოხვიდე და ვიდეთ ხო, აბა ესე უნდა აიღო. არა, უნდა ჩახვიდე. აი ეგ რაც არის, ეგ უნდა მიხვიდე. ჩვენი გასვლის დრო მოვიდა. საინტერესით ვკვდები რა. ძალიან საინტერესო იქნება. რამდენად შევძლებ ახლა მანქანიდან ამ ჯანჯღარში და ცუდ გზაზე გადაღებას. არ ვიცი, მაგრამ ვეცდები რომ რაღაცეები მაქსიმალურად ისე გადავიღო, რაც არ უნდა რთული იყოს. თან ძნელი არის ესეთი ტალახებს ხო ისვრის რა მანქანა და პანჯარას ვერ ჩაწევი, გადმოხვალ მანქანიდან რომ პანჯარა ჩაწიო და ისე გადაიღო და მანქანიდან მომიწევს. რა თან წინაც ვერ დავჯდები, იმიტომ რომ წინ შტურმანი ზის, რომელიც გზას მიუთითებს, საით წავიდეს და ასე შემდეგ და მაგიტო უკან მომიწევს, პლუს კიდე დაჯდომა რა. მად სოფელში რო შემოხვალ. დავჯექით ერთ წუთში გავდივართ და იწყება ძალიან საინტერესო გზა. ხაბები ჩართულია. ნახოთ ამ საქმიდან რა გამოვა. ლუქსე ხო დგას დაკეტილზე. ბატონო შტურმანო მზად ხართ? იქეთა მეორე? პილოტო თქვენ? კი, მზად ვართ, ნახოთ რა გამოვა. ძალიან კარგი. თუ ამოტრიალებას დააპირებთ, შვიდობიანად ამოტრიალდეთ, მაქსიმალურად ვიცადოთ. ზევით ხო კაი გზაა. რასა? სპონსორები სტიკერები და აი ბლია, თონდა. აი ნუჩქარო შეჭი. დროზეა ძმა. აი არ არის საჭირო ძმა, გადესე. რა ვიცი. ოპ. ბიჭო. პანჯერები აცი ეხა დაივიწყე პანჯარა რო გაქვს. რა თქმა უნდა. ჩვენ თავსაც დავივიწყებ ზღვა. ცოტა შვიდობიანი გზავოქს. აუ არა ბეკაობს. აგე. ურე. გადავხტები და ეგრევე სურათი მომამზადე. აუ რო წამოსულიყავ ვიცი მე რას ვასწრებდით. 10 წუთის გამოსულია ეს მანქანა. ეხლა უღებს სურათს, რომ ნომერი ავიღეთ. წავედით შემდეგ ნომერს. ჰუ! ოპო.
ეს მანქანა გადასაგდები იქნება აუქციის მერე. ხო, ჩემი. ესეთ ეს სწრაფად გადაადგილებას ნამდვილად არ ველოდი. რა ვქნები შვიდობით. ფუ. ჩემი დედას პიცა ვარ დამბურძგლა და აღარც გამიარა ჩემი. ბიჭო. მეგეგე მეოთხე ნომერი. არა, იქ უნდა იყო მეოთხე ნომერი. მეორე ნომერზე მოვედით. ღმერთო რა. საღო ბიჭები, საღო. კარგიტო. ეხა საიცვა? ადი პიდაპი. პიდაპი არის ეგ. სის გასაყარსი კარგი ჩვენებს? არა, ეს სის გასაყარი ის არის. რა ბოლი გო. აჯნი უნდა. აქ ძმა. ეხა მან წერტეს არ გავცდით? მარჯვენა. აი სად არის წერტი? ხარ. ეხა ყოლი გიო შენ უნდა გადახვიდე ზმა უიჭო. და სურათი გადავიღო, ჩემი ნახილაზე და გიო. სად არის? უცებ და წავა. შეიყოლე. ბიჭო, ბოლი გავგდის მაგრადე. ხეს რა მაგრა დაეჯახე შეჭი. ფუ, რატო ხია? აქ აღარ არის ხა მარცხნივ ვიწევ ჩახვი ვამბერებს მაინცაზე. ეხა შენაზე დავგები და ავიღე მაშინას. ორას ხალხლა დააყენა თუ მანქანა ზაია. მარჯვნივ? ხო. დინო. აი ყურე. არა, შე მარჯვნივ ამოვდივართ და იქით მივდივართ. ესე იგი ამზაზე უნდა მოვიდეთ მე ისე. მე სადღაც ესე უნდა წავიდეთ? ხო. ემოცია აღარ შემჩაჩი. აგი ჩავარდნილია მაგ. წადი ძმა, წადი იმას რას უყურებ ბიჭო? ბიჭო, ეს არა ტრეკია, შეშტილი ხო არა? რა ტრეკი ძმა, ეგ ხო უნდა ჩახვიდე და ამოხვიდე მერე. რას მოდის ის ნახე. ამზაზე ამოსვლა მაგარი ბიზნესია და ბიჭო. მაგარი ბიზნესი ამოსასვლელი გზა არის ძმა. ბიჭო, ბუცელი არ დადოს მე მაგას. ფიქრობ, გადაალოგოს თავარია და ბექა მარჯვნივ დადგე და ბექზე დადგე ეგრე, აი მაგრამ რეალია. საღო. რა საკეთ? გაწმარებული ვარ გზაში ვაშალ. არა ძმა, აგე იმა ხო გითხრა უნდა ჩახვიდე და ამოხვიდე თუ ესე უნდა იყო. არა, უნდა ჩახვიდე. შენ რა გამოსვლას ეხურები? ვიზდეცია, გადავეკიდე. ნებიორკა უნდა გავშოვოთ მაშინ. ოი, გაშალ ნებიორკა. წინ აი ზევით ხეზე. საით რული. ესა ჩემი კითო შეჩი. ჩავარდით ძალიან ცუდ გზაზე ნახეთ რა ხდება. არ ვიცი გზა ჩანს თუ არა. გზა შეხედეთ. აი ეს გზა ჩამოვიარეთ, კიდე წინ უნდა ვიაროთ ახლა და მის მერე აქ უნდა ამოუბრუნდეთ. როცა ნომრებს ავიღებთ. არ ვიცი. წინ ხალხია და ჟინახე. არის ძნელი. მანჯიკა არ არის? ბიჭო
განჯი 7-8 ჩემი ვიცი რა შვილი ბიჭო უეჭველი სხვა ტრეკია ძმაო აქ რა მინდა მე სუზუკი ამოი სუზუკმაი არა ხარ ეს იყო პირველი ჩვენ მეოთხე ორს გადავასწავლე აი წავედი ზევიქონ თუ წავა რა ცალი გითხრა იმადმა 1 2 3 4 5 6 7 8 და ეუნები რა სპატრეკია პოლიცია აი გადმოუხვიე თუ არა ისე ეს ამანთან არა ხა ჩვენ ვახტრიალი დავიწყოთ იმას ხელი შეუგდით რამე უდე ვიკა თავიდან ეკიდა კალით აიარეთ რომ ხუთი და შვება ეს სხვა კატეგორიის გზაა ბიჭო უყურე 8 არის მომიწევი ავიგე სხვა კატეგორიის გზა იგი ვა მას შენ გზა ჩაწერე რა რავი რაც განავწერე სტანდარტის კატეგორია ეგა შეგვეშალა არა ჩასვლა გადავები ვინ ამოგიყვანს ბიჭო მაგარი არა ჩასვლა არც ვფიქრობ ძმა ხო მაგრამ უნდა დაგიბუქსირონ რომ ამოგიყვანო ძმა ტანკს ხო არ მოიყვანე არა მაგასი არ არის მე მინდა რომ შემოტრიალ და წავიდეთ კაცო ჩვენი ეს წვილიო შემოატრიალო და აი ქუნა ავიდეთ არა შენ გენესვალი მე მაგას არ ვაგო ვერ შემოატრიალე შეხედე ძმა რა Здорово, Витя. Ахрагина будешь. Камикари ультети. Ара, ჩავსტელი არა. არა, იგორი წერტილი არა ვიღე, ჩვენ არა ვიღე. არა? თუ არა. ბიჭო. აი ამოვიყვა. სამსამი დავლიოთ და მე ყველა. კარგად იქნება. მე არას გადმოვიდე მაშინ. ხოსმა? დავლიოთ. ო, ფრიზელი ხო დედას გზას და ეხა დალიე, მიდი. ყველაფერს აგვაცილა, რაც გამოვიარეთ, ძმა, ერთ ნომერზე არ მიგვიყვანა, ჩემი. ერთ ნომერზე არა, არ გადმოვიდე. არ მოიგეთ მამას რა. ეკას რა ეშველება, სხვა ეშვილი, კაიჯერა ეხა. აი იქ არის მაგარი ყველაზე. სად? აქა და აი ეს აღმართი. ყველაზე მაგარი აღმართი ჩვენ და. ეხა შენ ზემოთ ნახვიდე? არა, ზემოთ ვიდეო. გიქხარი წავიღოთ არა თქო. მე შენ აქცევ ტრაკი კარგი. ხო, საათ შეიბანქანო დაახლოებით რა. და იქიდან ჯალამბარის რო შემოატრიალო და მე კიდე ცურის გავწევ. და მე აღმართი. აბა ეს კონტაქტურო. აი, მე გავიგე სამსამჯი და გაწევას მოუვარ. მოცემას უმატებდეს დასი. ვერ ვიგები რომელ კულისას ფაწები, რაზატკისას თუ იმისას. არა და პირველობა გვინდოდა არანი? ხო. ის ორი რატო იმას? პირველობა თუ არა მეორე უეჭველი გქონდა. ო, ძმაო. აქ შანსია. აქ ვინ ამოვედა? შეგვიძლია სუფალი შედოვრიან და შეგვიძლია სუფალი ფარავდეს. ყველა გზაზე ძმაო, აქ ვიქნებით, სად ვიქნებით ყველა გზაზე. ხელი მოგვიმართოს და კარგად ვიყოთ ხარაჩო. აი ეგეთი ამბავი მეგობრებო რა. ეხლა მახსენდება მე ჩემი სიტყვები, იმედია ამოუტრიალდებით, ოღონ მშვიდობით. ეგრე აგიხდეთ ყველაფერი, რა მთლად არ ამოყირავებული ვარ და ზურგით არ დავცემულვართ, მაგრამ სავარაუდოდ შეჯიბს დავამშვიდობეთ რა. მაგრამ აგერ ჩვენ ძვირფასებს შევხვდით. რამოდენიმე ჭიქას მიირთმევენ ბიჭები. ალბათ აღარავის აღარ ადარდებს. რომელადაც დაიკავებენ რა. ასე ხა ცხოვრება რა დედა სად შეგვოყვება. დავაი ვატაკეთ და რაღაცას მოვიფიქრე. დავაი ბიჭებო. ჰა? გაიცი! გადავიდე. მე იდენით. დაბლა წვალობს ვიღაც მაგრად. ამ დროში ჩავალ და ჩავხედავ ერთი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ იქ იმ ადგილზე იწვალა ყველა.
საღოლ. გაჩერდა. ჩაუქრა. ოჰო, წაიღო. სხვა რუკა არის გადმოწერილი უეჭველი ძმა, აქ არავინ შეგვხედრია ჩვენ და. ის რას მიდის ლახე? მაგრა დამოიარა ეს. კარგი. 5 და 5. იწვალეს რა, მაგრამ გაიარეს. აი ჩვენ რა უნდა ვქნათ, ეგ არის საინტერესო. დავი მივაწვეთ ეჩი. აი მეტი აღარ ჩახვიდე. ანდრი, კარგად დაიჭირი, არ გაიქცეს. საბურავები ნახეთ. საღოლ. გაღვევი ხბით. ძალიან ძნელია. საღოლ ბიჭებს ძმაო. ვინცა ესე დადიხართ და მუდმივად ამაში იღებთ მონაწილეობას. ესე როგორ იმეტებთ მანქანას. დაუქნიეთ ხო ჩვენ რამე პოზიციას ხელი? ვერ გაიგებ, იმიტომ რომ ყველგან ეს რაღაცები ხდება, ჩვეულებრივი რაღაცა გზის შეშლა და იმიტომ რომ დღეში ვართ, ინტერნეტი არ იჭერს და ბევრი ისეთი ხელშემშლელი ფაქტორი. ვერ გაიგებ, ყველაფერი მოსამართლეა, თან რეალურად ჩვენთვის ხო მთავარი მონაწილეობაა, გართობა და ლამაზი დღის შექმნა და არა გამარჯვება რა, იმიტომ რომ აქ გამარჯვებულია მეგობრობა, დახმარება. აქ ერთმანეთს არ ეჯიბრებიან, აქ ერთმანეთს ეფერებიან, უფრთხილდებიან, ეხმარებიან. უჭახუნებენ. და ერთმანეთს უჯახუნებენ. ეგ აუცილებელია. მაგრა დაგვერია ხსა. მაგრა შევწდით. დღეს штурმანი დაიჯება. სად გაგვაძრო ჩემი. საღოლ რა. ყველა მის კითხა აქ როგორ მოხდითო ჩემი. სტანდარტი კატეგორიის ბიჭები მოგვადგნენ, ამ დაღმართზე აპირებდნენ ჩასვლას. ეხლა სადაც ჩვენ შეცდომით ჩავედით რა. ხო და ერთი ჯგუფი გადავარჩინეთ, მოკლედ იმ გზის გავლას, რაც ჩვენ გავიარეთ. ნეტა ჩვენ შევხედროდა ვინმე და ჩვენთვისაც ეთქვა რომ არ წახვიდე. ეხლა ხო ვიქნებოდით უკვე ფინიშის ხასთან, მაგრამ არა. ცხოვრება ეკლიანია, ძმებო, ეს გზა დაბრკოლებებით არის ახსოვსე. სტანდარტი შენი? სტანდარტის გზა არა ეს. სტანდარტის გზა არ არის, არა, ის გზა აქ რა სამოივლი მე უკან. არა, იქით უნდა წახვიდეთ, იქით. აქ ვერ ამოხდა შანსია. იქ გაჩერდება. საით არის გზა, ბა? აი ესე გაყევი რა. აი იქით უნდა აქ რა სამოივლი. კიდე უშველეთ ბიჭებს. მოდიოდნენ ესენიც. აჰა, ძმაო, სტანდარტი, მე რამდენი სტანდარტი მოგვადგა ამ გზაზე, ნახე. აჩაბო! საღოლ, ძმაო, საღოლ. აქ ამბები ხდება, იმის დავატირე. ეს რა შვებაჩი. ჩვენ კიდევ აქ ვართ.
როგორც იქნა. ტელეფონი დაგე? არა ვიცი. გიო, მაგ კურტკა საწაიაჩა. კურტკა იკირიას, ო. ბიჭო. ბიჭები არიან გაჭედილები და ველოდებით, როგორც კი გავლენ, დავეხმარებით, როგორც კი გავლენ, მე უკვე გავაგზავნებთ გზას წინ რა. ეს ნახე ეს თავარი. რა ვერ ბიჭო, ნახე მიწა საყოფილო არ შეჭერ. ეს შეიძლება უფრო მაღალია ხიცდე. მე რა გინდა, რატო ის წეღანდელის არ იყოს? ხიცოდებ რა ვაკეთო ხა? იქა ვარ. შტურმანსა და პილოტ შორის დაპირისპირება მოხდა მეგობრებო. ხელის გარტყამდე ცოტა დააკლდათ. ეს მანქანა გადააგდე მე ეს. ახალი დაბრკოლება შეხვდა გზაზე. ვახ სუტალახიანი. ხანსუსველი ვარ ხანსუტალახიანი რა. მოკლედ. არასწორი კონტენტი მაქვს არჩეული ძმებო. დამждარიყავი მახარასავით ოთახში. აჭკვიანი ხალხი ძმაო. დაჯნენ ოთახებში. ჩაკბიჩავენ შაურმას. ეს შაურმა კარგია. არ არის ეს შაურმა კარგი. 10-დან 9-ს დაუწერ. მე კიდე ძრება სული აქვს. ხანტალახიანი ვარ და ხანსველი და ხანთოლში და ხანწვიმაში. ბიჭების შრომას რა თქმა უნდა არ ვაკნინებ. იშრომა რო შრომა არ იყოს. არ ეყოლებოდათ ამდენი გამომწერი, ამდენი მიმდევარი. ერთ-ერთი მეც ვარ მათ შორის. იმედი მაქვს რომ როგორც დაუფასდათ შრომა მაგ ადამიანებს, ჩვენი შრომაც ესე დაფასდება. იმდენად დაფასდეს, რამდენიც ეკუთვნის რა. არც მეტი მინდა და არც ნაკლები ძმაო. ლებიოტკი რა ხდება? აუ ეხლა რაც ამ ვიდეოს ვიღებ რა. გზა და გზა უფრო და უფრო გულნატკენი ვიჩითები. რაჭის ვიდეოები რო დამეკარგა რა. ეხლა გუშინ უნდა დადებულიყო უკვე მეორე ვიდეო წესით, ყველაფერი რო წესრიგში ყოფილიყო. თავკავთის მერე რაჭის ვიდეო დაიდებოდა და ეხლა უკვე მესამე ვიდეოს მზადებაში ვიქნებოდი. ძალიან მოგეწონებოდათ ისიც რა და საერთოდ ძალიან ძნელია რა. ალბათ აქამდეც ბევრჯერ მქონია ისეთი შემთხვევა, სადაც შრომა არ დაფასებულა ჩემი. მაგრამ ეს უფრო განსხვავებული სიტუაცია იყო რა. ჩემივე შრომა ჩემი თვე ჩავყარე წყალში. აი ეგ იყო მაგარი ცუდი შეგრძნება და ძნელი რა. მაგას დამატებული ბიჭებმაც ბევრი იშრომეს რა. ექიმმა და ჩემმა ძმამ ძალიან ბევრი იშრომეს მაგ ვიდეოში და იმათზეც მწყდება გული რომ იმათი შრომაც წყალში ჩამეყარა რა. რამდენი ხანიც არ უნდა დამჭირდეს იმისთვის რომ 100,000 გამომწერზე ავიდე და ზევით იმდენ ხანს გავატრაგებ YouTube-ზე ჩემი ვიდეოებით რა. ბიჭო ეს კვამლი იმატებს ძმა და ახადი აბა. ალი ამოაქვს ბიჭო არა რა უნდა ავხანდო ძმა მე გადავედი. ძალიან ინტიმურად დაადუღა წყალმა. ყველაფერთან ერთად წყლის ადუღებას დაგვემატა. ვფიქრობ რომ ფეხი წავიდეთ და ლებიოტკის პუნქტი დავიცრიოთ რა ვინმეს. მოდი ვაფშე იქ. იმასთან ჩავიდე? იმასთან წავიდეთ. წავ? ძამი დაგვეხმარე ძამი. როგორ ახარ ძამი? ნება ვინმე დაგვეხმაროს რა. ელემენტი გვინდა უეჭვე. ძალიან საინტერესო სანახაობა დავხდება ახლა ჩვენ დაბლა.
ბიჭო, აქ ნახე, ჭაობი ყოფილა ქვევით და ეს სად ჩავიდა ჩემი. აუ, არ ვიცი თუ ხედავთ. აუ, იქ თუ შევძელი უნდა ჩავიდე ახლა და გაჩვენოთ რა. ამ სანახეობას ვერ გამოვტოვებ. აბა რა ხდება ბიჭებო? როგორი ამინდია თქვენთანი? მოვედი ნუ გაგეჩინიათ ნუ რაფის. მაგას მე Hello. ხო, ნახეთ, რა ხდება ბორბლებზე. როგორი ამბავია. მაგე ჩარჩენილები არის, ბიჭე. ბეკა ელემენტს ჩალიჯობს, ყველასთან მივიდა. ყველას თავისი გაჭიროებია. Lomo, Lebiotkis ელემენტი ხო არა გაქვს საპას. ისე ოფროუდი წარმომედგინა, რომ მანქანაში მუდამ ჯდარიყავი და ფეხით არ უნდა მევლო რა. ყველაფერი ხორთულად უნდა მოხდეს, სადაც მე ფეხს ვდგავ. ეხლა შენ ხო სახლში ხარ რა? მინიმუმ სახლში თუ არა კომფორტულად ზიხარ და უყურებ ამ ვიდეოს. ყველა კუნთი მტკივა. ძლივს ამოვედი შენს მომას ვიცავ. ყველა წყალი რაც არის მოვეცი. ჰა? რამე დამალევინეთ, გთხოვთ? ბიჭო, ნაბეღლავი მოიტვა რა. ისევ ამ მდგომარეობაში ვართ. წყალი. სახლს. დღეს გვაქვს კიდე ერთი შეჯიბრი? ატრაკერ. აბა რა, მეორე კატეგორია. დღესვე 2:30-ზე უნდა მივიდეთ იქ რა. ავთ, 1 საათი ჩვეულებრივ. იქ ესეთი დაბკოლებები არ გვექნება. ანუ ეს არასდროს ვერ შეული გზა არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ აქ ფიზიკურად ესეთი მანქანისთვის ძალიან რთულია. იმიტომ რომ არც სიმაღლე ყოფნის, არც საბურავი ზომა ყოფნის და არასდროს ვერ შეული გზა არის, ეს არის ბევრად რთულად მომზადებული მანქანა, ძიმე ოფროუდისთვის. ჩუ. აჰა. ეკა. მიდი პაჯერო. არა, სხვა რაღაცა უცხულია. პაჯერო. მან შემოდიო უთხარ. ო, ანდრე მაშველი გააძრა. ხო. თუ ამოვწევ ერთი 9 მეტრას. მიდი ძმა, იქნება გვეშველოს რაღაცა ჩემი. აი, ამ დროში მეგობრებო. მე არ ვიცოდი რა, ეხლა გავიგერო თურმე მეორე შეჯიბრის ამბავიც არის. ნუ პირველში არ გავიმართლა, ნახეთ უკვე ყველაფერი რა ხდებოდა. მე ვიგადდა. ხო და მეორეში მწეს რა. ეგ ბუქსირი მოიტანე ახლა ბუქსირი. თავი ახლა აქედან გავიდეთ, 1 საათი გვაქვს დრო, რომ მივაღწიოთ ფინიშის ხაზამდე რა. ბუქსაობა დააწყებინე. აბა იბას თავცდით აბა. ის თუ მოგვეხმარებ. ოჰო. ის რაც მოგვეხმარება რა გაიარა, არც გამოიხედა. კაი, მოდი ჩახსენი, აზრი არ აქვს. დიდი მანქანა თუ ამოივლის, ამე ის თუ წაგვიყვანს. მადლობა. ეხლა ჩვენ შევესწარით მაგარ საინტერესო ფაქტს. ამ დრომდე ყველას ეხმარებოდა რა, არავინ არ ტოვებდა არც ერთ მანქანას ესე რომ დაინახავდა ჩავარდნილს რა. და იმ მანქანამ ესე რომ გაიარა, ჩემთვის არის მაგარი უცნაური. მე არ ვიცი გავღნიშნავ ისე რომ ვარ პირველად აქ. ჯერჯერობით რასაც ხედავდი, სულ ერთმანეთის გვერდში დგომა იყო და არ ვიცი. ესე რატო ჩაიარა ისე როგორიც არ გამოიხედა და ერთი არ იკითხა რა, ამით ხო არ შემიძლია და გეხმარათო. ძალიან მეუცნაურა რა.
რო კითხო ეხლა მაგას რაღაც თავისი ახსნა ექნება დარწმუნებული ვარ. შეჯიბრია ძმაო დროში ვიწევი მე აქ მოსაგებად მოვედი. ასე შემდეგ, მაგრამ აინც რაღაც მგონია სწორი მე გამბავი. ერთიც უნდა ვცადოთ. გვეშველა ბიჭო. აი მე უკვე აღარ მევჯეროდა. ამის ბრალია ბიჭო ელემენტის კია. აი ესე დავარტყი და გაიშვა ამის დედა. რო უყავდი იშვებდა. მიდი ეხა იმ ხეზე ჩავაბი და ამოვართ ეს და წავალთ. წყალი გინდა არა? არა გვაქვს რომ გინდოდეს. ბექა ხო არაფრით შემილია რომ დაგეხმარო. აი ძმაო, როცა ვინმეს გაჩერებულს ნახავ. ოხ. როცა ვინმეს გაჩერებულს ნახავ, ესე უნდა კითხოთ მეგობრებო. თუ არ იცით იცოდეთ. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მთელი დღე გაიწელებოდა ჩვენ დალახში გორაობა, ჩვენ ფინიშის ხაზთან მაინც მივახციეთ. აი ფინიშის ხაზთან კი მეგობრული გარემო და ძალიან მაგარი მწვადი დავხვდა. ესეთი სივრცე აქვს ბიჭებს, გოგოებს მოწყობილი. კაი ნაჭერია ბა, აუ ყველა კაი ნაჭერია. საულს. აუ რა მაგრად მომშიებია ბიჭო. აუ როგორც ვიცი, ყველაფერი ჯერ არ დამთავრებულა. აქ კიდე იყება სამოყვარულოსთან. ეხლა აქ შეცხებენ, ხო? დვიჟენიას. კონიაკი, ვაგე შენი ის არის ტოჩკა ძმა, დავაი უბერე. მაჯი. ოდი დაბლა ბიჭები ვნახეთ. პულტი არ იყოს, მაგრამ და თორმე პულტ პრობლემა ექონია რა. ეს დავკითხე. სამოვედი. რა გამიარი? იმდენი ვაფუქსავ ეს შეძმობას მე წყალი ავადუღეთ, რავი რა აღარ ჩამომოთხა. სავარაუდოდ მესამეზე ვართ. ჩვენ არსა დავა. ჩვენ არ ვართ უბრალოდ. თავარია მოხვედით, ეგაც ის არის. ეხლა კიდე სტანდარტი მოსასვლელები არიან. ჩვენი კატეგორია სამ მანქანა მოვიდა. შენ არ იცის მაგრამ ჩვენ როგორ მოვიდა. ვაფშე. შენ არ იცი ჩვენ ვაფშე მანქანები სად არიან საკითხი. გაუმარჯოს ჩემი ძმა, რა ბიჭი აღმოვაჩინე ბუციკის გახსნაზე მეგობრებო. ეხლა რითი ხარ? ეხლა გლადიატორით ვრანგლებ ხო პიკაპით. ბაზარია. ეხლა YouTube-ზე ვარ. აბა გამალაპარაკე ხალხნო, გამოიწერეთ. ჩემი ძმის არხი, აი დამიჯერეთ ძალიან მაგარი კონტენტი დაიდება რა. დედა ჩემი იღებს მონაწილეობას. ო, საღოლბროდ. ჩე ბაიკერობა რო დავიწყე შემოძვერი მაქს ფეროში. ოფროუდზე გადმოვედი ახლა აქ გამეჭიდე. ვიყვეთები. აქაო რა. დაცვალე. დავაი მეცოქტრიანე. გელკაც რას ვაპირებთ? ველოდებით. რას ველოდებთ? ჩვენ შემდეგი ის. კარგი, აბა ერთი ბრატ, სად შეგვიძლია მონაწილეობის მიღება და რულთან დამსვივა. ჩაერდე. ის ნახე სასმელს ეძებს ახლა სადღაცა სასმელს ეძებს. სად გასვარე ეს მანქანას? შეჯიბრი იწყება რა. ხო და ორგანიზატორები უხსნიან ხალხს ეს გზა როგორ უნდა გაიარონ და ეს მანძილი საერთოდ როგორ უნდა დაფარონ რა. შევალთ ერთი შევცურავთ. ნახოთ თუ გავკაჩავთ. იქნება აქ მაინც რაღაცა გამოვიდეს. ძირითადად წყალში მოძრაობ, ხო და პაходу აი ეს ბოძები რაც აქვს ჩარჭობილი რა, რომელიმეში თუ არ გაივლი ქულა გაყდება და გზას თუ გადაუხვიე და არასწორი გზით წახვედი, მაგაზეც ქულა გაკლდება რა. ალბათული ძმა რა შევა, გადის იასნა ხო? გადის კი, გულდას მითისმენ და აგერ ძმაო რიგია, ნელა-ნელა დაიწყებენ ახლა რა. ნახოთ ერთი როგორ გაივლიან, ძალიან საინტერესოა და უფრო საინტერესოა ჩვენ როგორ გავივლით რა.
გავიდა. ვაიმე, სად ჩავარდა სა. რას ფიქრობ? ყველაფერი კარგად იქნება. რას ფიქრობ თე? ატე არის 3 ადგილები ხო? მე მაგრასახიფათოდ მიმაჩნია ეს ამბავი. ეს ასახული ძღვა, ეს დაახვიდე ხა მაგრად. დავაი მაგის დედა ხვედი და ეგ არის მაგის დედა. ისე ხლა ხო ის როგორ ჩაგაიდა. მაინც ახალ მითო, აბა ედი მაგის დედა. მოგიხარი ზღვა, დაუჯერე და. ოპ, ნელა. ყარა კარგაცდე. საღოლ ძმაო, სულ ამის მერე აღარც არის არაფერი. ეგ არის მეორეზე ხარ მინიმუმ ჩეჩე. აი მარცხენა შევიდეთ თავად. კაი, ყურადღებით მაგაზე. ყურადღებით. საღოლ. კარგი. აქ ეს გასასვლელია, აქ. იცი რამდენია შენი დრო? 2.14 გილოცავს ზღვა. დასრულდა ამ ეტაპზე რასაც გადავხედეთ. ერთი შეხედვით ჩანს, რომ პირველ ადგილზე ვინც გავიდა 2 წუთი და 3 წამი დააფიქსირა და მეორე ადგილზე თითქოს ჩვენ ჩანვართ რა 2 წამი და 2 წუთი და 14 წამით. საერთოდ ჯამში კარგი იყო. გავერთეთ, კარგი დრო გავატარეთ. სახლში წამოწოლას და უბრალოდ სახლში ოფნას და არაფრის კეთებას მინიმუმ ნამდვილად ჯობდა. მეორე ადგილზე გავიდე, მეორე ადგილზე. ბერკა ხარშილაძე და თორნიკე ქუელაძე. გილოცავთ ბიჭებო, გილოცავთ, კარგად იარეთ ნამდვილად. და ყოფილოდ არ შენილიყოთ რა. რაგი ბოლოს მეორეზე გავიდნენ. აჰა, ბიჭები ძმაო, მედლებით მოდიან. ტყუილად არ მოსულვართ რა. დღეს ვნახე უამრავი ერთმანეთისთვის უცხო, მაგრამ ნაცნობი ადამიანი. თბილი გამოხედვა და უმიზეზო ღიმილი. ამის შემოქმედი კი ბუნება. ბუნება ყოველთვის გველოდება. ის არ განხჭის შეცდომებისთვის, არ გვადანაშაულებს სიჩქარეში დაკარგული დღეებისთვის. ის უბრალოდ იქ არის, სიჩუმეში, მზის სხივებში, ქარის ჩურჩულში და გველოდება. როცა ეკრანები გვაშორებს ადამიანებს, როცა ბეტონის ჯუნგლები გვიცვლის სურვილებს და ვივიწყებთ ერთმანეთს, სწორედ მაშინ გვჭირდება შევეხოთ მიწას. როცა ბუნებასთან ახლოს ხარ, საკუთარ თავსაც უახლოვდები. ამიტომ შენი ერთი ნაბიჯი ბუნებისკენ ნიშნავს ნაკლებ მარტოობას საკუთარ თავთან.
დაღო, აქ ეგრევე რესკათ მოუხვიე ძმა. დავაი, გიჟი ხარ. ეგ არის.